Am წუთებში მოვედით გიორგი რამიშვილის საცხოვრებელ სახლთან კაკლებში, სადაც ჯერჯერობით ვერ ხედავთ, რომ შიდა ტერიტორიაზე ვინმე გადაადგილდებოდეს. ბუნებრივი არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, იმიტომ რომ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესმენი არის ზარავა, რომელიც დააკავეს და მის დაკავებასთან დაკავშირებით ორი სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ერთი ინფორმაციით გიორგი რამიშვილს აბუღეს ცეცხლსასროლი იარაღი საცხოვრებელი სახლიდან და სწორედ მისი აყვანა მოხდა საცხოვრებელ სახლში და მეორე ინფორმაციით მას ხელბორკილები დაადეს აეროპორტში, რადგან მას ჩანთაშიედო ცეცხლსასროლი იარაღი. ჩვენი ინფორმაციით მას ეს იარაღი ჰქონდა გაფორმებული, თუმცა მას არ ჰქონდა ტარების უფლება და სწორედ ამიტომ მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი დაკავების გადაწყვეტილება. საინტერესოა ის გარემოება, რომ სწორედ მას შემდეგ, რაც პირველებმა გავავრცელეთ ზარალას დაკავების შესახებ ინფორმაცია, სწორედ შემდეგ გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამბავი იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებასთან დაკავშირებით იყო დაკავებული გიორგი რამიშვილი. სავარაუდოდ ის ახლა გადაყვანილია დროებითი მოთხოვნების იზოლატორში და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება, თუმცა მისი ფიგურის ირგვლივ კიდევ რამდენიმე საინტერესო გარემოება. ის არ იმყოფებოდა პარასკევს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მთავრობის კანცელარიაში, სადაც უამრავი ბიზნესმენი იყო შეკრებილი და მაშინ, როდესაც გიორგი რამიშვილმა რამდენიმე კვირის წინ გახსნა მსხვილი სასტუმრო, სწორედ იქ ქართული ოცნების წარმომადგენლები არ იყვნენ. ჩვენ ეს წარსულში არ გვინახავს, შესაბამისად არსებობს ძალიან ბევრი კითხვა იმასთან დაკავშირებით, გადავიდა თუ არა ახლა ოცნება ბიზნესმენების დასჯაზე და დაიწყო თუ არა მათი დაკავებების სერია. როგორც გითხარით, ჩვენ ამ წუთებში მოვედით ზუსტად გიორგი რამიშვილის საცხოვრებელ სახლთან კაკლებში, ჯერჯერობით ვერ ხედავთ, რომ შიდა ტერიტორიაზე ვინმე გადაადგილდებოდეს, ვისთანაც ჩვენ შევძლებდით კითხვების დასმას, თუმცა ბუნებრივია მას შემდეგ, რაც დავინახავთ, რომ სახლში არსებობს ვინმე ოჯახის წევრი, რომელსაც შეუძლია დაგვიდასტუროს რაიმე სახის ინფორმაცია, ჩვენ მასთან კითხვებს დავსვამთ. გიორგი რამიშვილი არის სილქნეტის დამფუძნებელი, ის არის ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენი. მისი დაკავება არის სერიოზული განაცხადი, მით უფრო მაშინ, როდესაც ქართული ოცნების მხრიდან კეთდება განცხადებები სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით მინიშნებები, ასევე დაიბარეს მათ მთავრობის კანცელარიაში ძალიან ბევრი ბიზნესმენი. შესაბამისად, გიორგი რამიშვილის დაკავება არის განაცხადი სერიოზული და არსებობს ძალიან ბევრი კითხვა აღნიშნულთან დაკავშირებით. არსებული ინფორმაციით გიორგი რამიშვილს ედავებიან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას, რადგან მას აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა გაფორმებული. შესაბამისად, უფრო მეტი დეტალი იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოზიცია აქვს გიორგი რამიშვილს აღნიშნულ ბრალთან დაკავშირებით, გახდება მას შემდეგ ცნობილი, რაც ის უკვე ოფიციალურად ადვოკატს დაიქირავებს, მას ადვოკატი მოინახულებს დროებითი მოთხოვნების იზოლატორში და ბრალის დადგენილებას ოფიციალურად გააცნობენ.